ძალიან დიდი ემოციების და ძალიან დიდი ბედნიერების შეგრძნებით დამთავრდა ეს კონცერტი. ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ კი ვინმე იცნობს ქალბატონი ელისოს შემოქმედებას, მის გამოსვლებს სცენაზე, ყველა მიცის, რომ ძალიან საინტერესო მოვლენა ელოდება ხოლმე. გუშინდელმა კონცერტმა გადააჭარბა ალბათ ყველანაირ მოლოდინს. ეს იყო ისეთი ბედნიერი და ისეთი საზეიმო საღამო, რომელიც მე პირადად ძალიან იშვიათად მახსოვს. ასე რომ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ თვითონ შევძელით ამისი, ასე ვთქვათ, გაკეთება, ამის მოწყობა, ასეთი კონცერტის ჩატარება და კიდევ უფრო ბედნიერები ვართ, რომ მსმენელი იყო ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ამ ყველაფრით. რას მოიცავდა პროგრამა და რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდა? პროგრამა მოიცავდა მხოლოდ ფრედერიკ შოპენს. ეს ასე ვთქვათ, ამ ბოლო სეზონზე ქალბატონი ელისოს სოლო კონცერტების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პროგრამა არის. იყო საათნახევრიანი, ასე ვთქვათ, სუფთა მუსიკა. და იყო ისეთი ბედნიერება ამ ყველაფრის მოსმენა, აი ასეთი მუსიკის, ასეთი კომპოზიტორის, ასეთი ავტორის და აი ასეთი შესრულებით, რომ აი ვერც კი უბრალოდ არ მაქვს სიტყვები, რომ ყველაფერი ეს თქვა, რაც მე გუშინ შევიგრძენი და რაც ხდებოდა საერთოდ დარბაზში. გუშინდელი კონცერტი, როგორც რამდენიმე წუთის წინ აღნიშნე, არის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს მასტერკლასებსაც, რაც ელოდება ახალგაზრდა თაობას ელისო ვირსალაძისგან. ამაზეც უფრო ვცლად რომ გითხრათ, რას გულისხმობს ზოგადად ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც კონცერტი ჩატარდა და რომელიც კონცერტით გაიხსნა რეალურად. დიახ, ეს თქვენ მართალი ბრძანდებით, ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ქალბატონი ელისოს მთელ შემოქმედებას. ახლა რას ნიშნავს ეს? როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ეს იყო კონცერტი, რომელსაც თვითონ სოლო პროგრამით გამოვიდა. შემდეგი, ასე ვთქვათ, ეტაპი იქნება ხვალინდელი დღე, როდესაც მას ჩამოყავს თავისი კლასი, თავისი სტუდენტები, რომლებიც, ასე ვთქვათ, კლასის კონცერტს ჩაატარებენ. ქალბატონი ელისოსი, როგორც პროფესორი წარდგება, ასე ვთქვათ, და უკვე მესამე ეტაპი არის მასტერკლასები, სადაც 13 მოსწავლე არა, უკვე სტუდენტები, ასე ვთქვათ, კონსერვატორიის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას ქალბატონი ელისო ჩაატარებს ამ ღია გაკვეთილებს კონსერვატორიაში. ასე რომ, აი ამ მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში, სადაც ყველაფერი იტირებს ქალბატონი ელისოს საქმიანობის გარშემო, იქნება ძალიან დატვირთული, ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებისთვის, იქნებიან პედაგოგები, რასაკვირველია და მუსიკის მოყვარულები, იმიტომ რომ თავისუფალი არის მასტერკლასებზე დასწრება. არის ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელსაც ბავშვები წარმოადგენენ, რომელსაც ახალგაზრდები წარმოადგენენ, არის ძალიან ბევრი შუმანი. მოგეხსენებათ, ქალბატონი ელისო ითვლებოდა და ითვლება შუმანის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად და როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინეს პედაგოგებმა. ასე რომ ძალიან დატვირთული და ძალიან საინტერესო დღეები გველოდება კიდევ. ვისთვის არის მასტერკლასი? ვის შეუძლია დაესწროს? ალბათ მაინც შეზღუდულია, ხომ რაოდენობა? იცით, შეზღუდული იმიტომ არის, რომ უბრალოდ ძალიან ბევრია მსურველი. თორემ აბსოლუტურად ღია არის, თავისუფალია, ბილეთები არ იყიდება, კონსერვატორიაში არის ეს კამერულ კლასში, ვისაც სურვილი აქვს, ყველა შეუძლია მოვიდეს და დაესწროს. უბრალოდ ჩვენი გამოცდილებით ნამდვილად ვიცით, რომ იმდენია მსურველი პროფესიონალი, რომ აი არა თუ თვითონ დიდი კლასია, კამერული კლასი, მაგრამ აი კლასის გარეთ მთელ დერეფანში დგას ხალხი და ესე ჩუმად უსმენს ხოლმე ამ მასტერკლასებს. ძირითადად მაინც ახალგაზრდები არიან და სტუდენტები თუ უკვე შემდგარი მუსიკოსებიც ესწრებიან? არა, ისეთ როგორ არის, სტუდენტებს აქვთ ყოველთვის, ასე ვთქვათ, რაღაცა პრივილეგია, იმიტომ რომ მაინც მათთვის კეთდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მათ უნდა მიიღონ ის ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკული რჩევები ქალბატონი ელისოსგან, როგორც პედაგოგისგან, როგორც პიანისტისგან. ვინც იცის ეს საქმიანობა, აი მან იცის, რამდენად მნიშვნელოვანი არის პედაგოგი, რომელიც თვითონ უკრავს, რომელიც თვითონ არის სცენაზე და სულ რაღაც ახალ მნიშვნელოვან პრაქტიკულ რჩევებს იძლევა. ამის გარდა თვითონ ქალბატონი ელისო ამბობს, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი არის პედაგოგიური მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, საკონცერტო მოღვაწეობასთან ერთად, იმიტომ რომ იმის გარდა რომ მე ვასწავლი ყველაფერს, რაც მე ვიცი ჩემს სტუდენტებს და მოსწავლეებს, მათგანაც ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ინტერაქტიული მდგომარეობა, რომელშიც, ასე ვთქვათ, ძალიან მხატვრული შემოქმედებითი რაღაცები იბადება ხოლმე. ასე რომ მე ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის უნიშნულოვანესი არის ეს დღეები. რამდენად ხშირად ახერხებს თავად ქალბატონი ელისო მსგავსი მასტერკლასების თავის ქვეყანაში ჩატარებას? კიდევ როდის ექნება შესაძლებლობა, ვინც ახლა ვერ მოახერხებს ამ მნიშვნელოვან მასტერკლასებს? აი ეს მართლაც იშვიათობა არის, თუმცა ჩვენ, როგორც ასე ვთქვათ, მისი გუნდი, რომლებიც მუშაობთ საქართველოში ქალბატონი ელისოსთვის, ძალიან ვცდილობთ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც იყოს აი ასეთი დღეები. ამ ერთი დღისთვის ემზადება ყველა, აბსოლუტურად მთელი კონსერვატორია, როგორც პედაგოგები, ისე ადმინისტრაცია, ისე სტუდენტები, რომ აი ქალბატონ ელისოს დახვდნენ, დაახვედრონ თავიანთი ნაშრომი და ეს ხდება ხოლმე წელიწადში ერთხელ, ჯერჯერობით ესია. თუმცა თელავის ფესტივალიც გვაქვს ხოლმე ჩვენ, ასე ვთქვათ,
შემოდგომაზე და იქაც ყოველთვის ატარებს ქალბატონი ელისო მასტერკლასებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია რომ წელიწადში ორჯერ თითქმის გარანტირებული აქვთ ქართველ სტუდენტებს რომ ქალბატონ ელისოს შეხვდნენ. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენ გკითხავთ ქალბატონ ელისოს მოსაზრებას. რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის თავის ქვეყანაში ჩამოსვლა, კონცერტის გამართვა, ქართულ ახალგაზრდებთან შეხვედრა. როგორია მის დამოკიდებულება და განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ნუ რა თქმა უნდა არის ძალიან ემოციური. იცით, ხა ქალბატონი ელისო უკვე ძალიან დიდი ხანია მთელ მსოფლიოში, ასე ვთქვათ, დადის და ყველგან ატარებს მასტერკლასს და რასაკვირველია კონცერტებსაც. ქალბატონი ელისო ძალიან თავშეკავებულია საერთოდ ესეთ გამონათქვამებში. გახსნა ცოტა რთულია ქალბატონი ელისოსი, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები 15 წელიწადი, უფრო მეტი კიდე 18 წელია მასთან მუშაობ მე და შემიძლია აბსოლუტურად თამამად ვთქვა, რომ ქალბატონი ელისოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის ძალიან ემოციური და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ აი ამ ბავშვობიდან გამომდინარე, ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რაც მის სახლთან, მის ოჯახთან, მის მშობლებთან, ახლობლებთან არის დამოკიდებული, დაკავშირებული და აი გუშინას მე მაგალითად ვიგრძენი ეს, როდესაც ასე ვთქვათ, აი ასეთი დარბაზი იყო, იცით, იმის გარდა რომ ხა ანშლაგი ყოველთვის არის ქალბატონი ელისოს კონცერტებზე, იგრძნობა არანორმალური სიყვარული და პატივისცემა ქალბატონი ელისოს მიმართ დარბაზსა და სოლის შორის ყოველთვის მყარდება რაღაც კონტაქტი და აი ეს განსაკუთრებული კონტაქტი იყო გუშინ და ამას ქალბატონი ელისო ყოველთვის გრძნობს და რასაკვირველია ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება მისთვისაც. თქვენ ახსენეთ თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელზეც აუცილებლად მინდა გკითხოთ, ეს ფესტივალი სწორედ ელისო ვირსალაძის ინიციატივით დაარსდა. რა იგეგმება წელს? თუ არის უკვე ცნობილი პროგრამა, ცოტა ადრეა, თუმცა რაღაცა მონახაზი თუ შეგიძლიათ რომ გაგვაცნოთ და გაგვიზიაროთ. რასაკვირველია, პროგრამა რაღაც გარკვეული, რა თქმა უნდა, ნაწილები ჯერ კიდევ აკლია საბოლოოდ, ასე ვთქვათ, შედგენას პროგრამისას, თუმცა უკვე ვიცით როგორი იქნება ჩვენი ფესტივალი, ქალბატონი ელისო რო ორი კონცერტი წარდგება, რო იქნება ისეთი პიანისტები იქნებიან და ისეთი შემსრულებლები, რომლებიც ორკესტრთან ერთად შეასრულებენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, შედევრებს და კიდევ მინდა აღვნიშნო, მე არ მინდა ძალიან დავკონკრეტდე ამ შემთხვევაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს ფესტივალზე გადავწყვიტეთ, რომ ის ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენთან ფესტივალზე პირველი ნაბიჯები გადადგეს და ქალბატონმა ელისომ მისცა ძალიან დიდი შანსი მაშინ, რომ ასე ვთქვათ, ყოფილიყვნენ ქალბატონი ელისოს გვერდით და მასთან ერთად, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, გაეარათ ცხოვრება, გაეულოთ ცხოვრება. აი წელს სწორედ ესეთ ქართველებს ვეპატიჟებით ჩვენს ფესტივალზე და ისევ ექნებათ შანსი და ბედნიერება, რომ ქალბატონ ელისოსთან ერთად შეასრულონ სცენაზე ნაწარმოები.